ესეთი კითხვა რამდენ კილოს მოიმატებ თუ ერთ მთლიან პორცს შეჭამ ერთ ჭამაზე. ამ დროს დაახლოებით ადამიანი მიიღებს 9000 კალორიას, რა დაახლოებით 4 დღის სამყოფი კალორიების დოზა. და რასაც შეჭამ თითქმის ყველაფერს აითვისებს ორგანიზმი. თითქმის ყველაფერში გულისხმობს დაახლოებით 90%. ტორტის ჭამიდან მალევე იგრძნობს სიმძიმეს და გულისრევის შეგრძნებას, რადგან გული დაიჭიმება საკვებისგან. პირველ 3 საათში შაქარი მოიმატებს სისხლში ძალიან, მაგრამ თუ ჯანმრთელია ადამიანი დაახლოებით 180-მდე ავა შაქარი, ნორმალი სადღაც 70-80. თუ დიაბეტი აქვს ან ინსულინ რეზისტენტობა ადამიანს შეიძლება შაქარი გაცდეს 400 და შეიძლება მეტიც. ისე რომ ზოგჯერ გლუკომეტრი ვერც აჩვენებს ხოლმე და ასეთ დროს ადამიანი იწყებს შაქრის მოშარდვას. და ამდენ შაქრებს რომ მიიღებს ორგანიზმი, მათ გარდაქმნას დაიწყებს გლიკოგენად და მერე ღვიძლში და კუნთებში გაანაწილებს. რა გლიკოგენს მორჩება, იმისგან ცხიმების გაკეთებას დაიწყებს. ეს გლიკოგენი, ანუ შაქრები რეალურად რაც ღვიძლში და კუნთებში გაანაწილდა, დაიწყებს წყლის შეკავებას და მეორე დღეს რო დადგება ადამიანის სასწორზე დაახლოებით 4 კილოთი მეტი იქნება. და იფიქრებს რომ ერთ ღამეში 4 კილო მოიმატა. ტორტში რა ცხიმებიც იყო, თითქმის სრულიად წავა ის ადამიანის ცხიმებში. შაქრები კიდე მეორე დღეს რო გაიღვიძებ, თუ ჯანმრთელია ზოგადად ადამიანი, არ გეშიება საერთოდ, არ გენდოება საჭმელი. მაგრამ თუ ინსულინ რეზისტენტობა აქვს ადამიანს, შეიძლება პირიქით მეორე დღეს მეტად შეოდეს, რადგან შაქარი დავარდე კომპენსატორულად. და სასწორზე რეალურად კი გაჩვენებს 3-დან 4 კილომდე მომატებას, მაგრამ აქედან უმეტესად იქნება წყალი, რომელიც გლიკოგენს შეუკავშირდა და ნატრიუმი. და მომატებული ინსულინი იწვევს ნატრიუმის შეკავებას, ნატრიუმი ცალკე წყალს შეაკავებს და ესეც, ანუ რეალურად უდიდესი ნაწილი იქნება წყალი, მაგრამ სულთა ცხიმიც იქნება დაახლოებით 600 გრამი. ეს 600 გრამი ცხიმი შეიძლება ბევრად არ ჟღერს, მაგრამ გამოიყურება დაახლოებით ასე და მისი დაკლება რთულია, დაახლოებით 2 კვირა დაგჭირდება, რომ ეს 600 გრამი სულთა ცხიმი დაიკლო, თუ დიეტაზე იქნები. ამიტომ კარგი აზრია, რა თქმა უნდა, რომ საერთოდ არ ჭამო ტორტი, მაგრამ თუ მაინც მოიმატე, რედიანთან ერთად დაკლება ადვილია. რედიანტი ამცირებს შაქრების ათვისებას მნიშვნელოვნად, შედეგად ამცირებს ცხიმების წარმოქმნას, ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს. თუ რედიანტის გარეშე სულთა 600 გრამი ცხიმის დაწვას დაჭირდებოდა 2 კვირა, რედიანტთან ერთად ეს დრო ორჯერ შემოკლდება. რედიანტი ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, შეიცავს მწვანე ჩაის ექსტრაქტს, თეთრი ლობიოს ექსტრაქტს, კოფეინს და პიპერინს. ამ კომპონენტებს კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში აიყენებს და მათი უსაფრთხოება კარგად არის შესწავლილი. დეტალური ინფორმაცია თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გაახვიდეთ ბიოში, იქ არის WhatsApp-ის ნომერი, იქ არის ლინკიც, საიტზე გადასასვლელი და შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია რედიანტზე. და ასევე რედიანტის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უფასოდ ჩემს წონის კლების კურსს 21 დღიან, რომელშიც დეტალურად მაქვს განხილული, როგორ უნდა დაიკლოთ მარტივად, ჯანსაღად და ისე რომ არ მოიმატოთ.